მას შემდეგ რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს ჯოჯო ხეთური თავდასხმა განახორციელა მეზობელ უკრაინაზე და დაიწყო სპეცოპერაცია, რომლის მიზანიც არის მთლიანად იყო და არის კიდეც მთლიანად უკრაინის დაპყრობა და განადგურება, უკრაინის სრული დესუვერენიზაცია, ევროპულმა ქვეყნებმა ნელ-ნელა და არა მხოლოდ ევროპულმა ქვეყნებმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც იმხანად ბაიდენის ადმინისტრაციამ ნელ-ნელა დაიწყეს სანქციების დაწესება რუსეთზე, რუსეთის ცალკეულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე, პოლიტიკურ ელიტაზე, რუსეთის სახელმწიფო კომპანიებზე სანქციები დააწესეს, რუსეთის კერძო კომპანიებზე, რუსეთის ოლიგარქებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ ჯამში ევროკავშირს მიღებული აქვს 18 სასანქციო პაკეტი. ერთმანეთზე ძლავრები, ერთმანეთზე ძლიერები მეთქი ხანდახანზე ხშირად უნგრეთისა და სლოვაკეთის, უფრო უნგრეთის. მაგრამ პრინციპში ორივე ქვეყნის პოზიციისა და გამო ჭირს ევროკავშირში ახალი სანქციების პაკეტის მიღება, მაგრამ მაინც როგორღაც ხერხდება ხოლმე. ახლა მე-19 პაკეტზე მუშაობს, იცით თქვენ ევროკავშირი. თუმცა აქაც იქნება გარკვეული სირთულეები, რასაკვირველია. ერთ-ერთი რაც დაასანქცირა ადრეულ პერიოდშივე ევროპამ და მთლიანად მსოფლიომ არის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ დერეფანი. ჩრდილოეთ დერეფანი, რომელიც გულისხმობს, აი ჩვენ ხო შუა დერეფანი ვართ. შესაბამისად, ჩრდილოეთ დერეფანი ჩვენგან ზემოთ არის, ჩრდილოეთით არის, რომელიც გულისხმობს მეტწილად კი არა უფრო ნოვოროსიისკის პორტში ტვირთების ჩატანას ცენტრალური ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან. გაჩერებულია ეს ჩრდილო დერეფანი, ჩრდილო კორიდორიო, ასე რომ ამბობენ ხოლმე და აქედან გამომდინარე ალტერნატიულ გზებს, საზღვაოს, სარკინიგზოს თუ ეს შესაძლებელია, სახმელეთოს, რასაკვირველია, ეძებენ ხოლმე ცენტრალური აზიის და არა მხოლოდ ცენტრალური აზიის, მოკლედ აღმოსავლეთის ქვეყნები, რომ როგორღაც თავიანთი პროდუქცია, აი ეს მაგალითად, აი რა ქვია ამას, მობილური რასაციდება, მობილური ჩასადები, ხო? რაღაც პირობითად 30,000 ცალი როგორღაც ჩაიტანონ ევროპის სივრცეში, ძალიან ვამარტივებ ეს სანთებელა ჩინეთში წარმოებული კალამი. ეხლა მსხვილ და დიდ ტვირთებზე აღარც ვლაპარაკობ, სასარგებლო წიაღისეულზე და ასე შემდეგ და ბამბაზე მაგალითად და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით ძალიან აქტუალური გახდა ორი სხვა დერეფანი, მაგრამ კიდევ უფრო ქვემოთა სამხრეთის დერეფანი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამიტომ კიდევ უფრო აქტუალური გახდა ეგრეთ წოდებული შუა დერეფანი, ანუ საქართველოზე გამავალი დერეფანი, მაგრამ საქართველოზე გამავალ დერეფანს აქვს უამრავი პრობლემა. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სრული ან ნაწილობრივი ან სრული გაუმართავობა, რკინიგზის პრაქტიკულად არ არსებობა, ბევრი ცენტრალურ რკინიგზაზე ვლაპარაკობ, ბევრი კონკრეტული ლოჯისტიკური, ტექნიკური, ტექნოლოგიური, ტაქტიკური, არასწორი სიტყვა, მაგრამ ტაქტიკური თუ გრებავთ ეს სიტყვას ვიხმაროთ, პრობლემა. და რასაკვირველია ამ საზღვაო ქვეყანას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად გაიზრდება ხოლმე ტვირთბრუნვები, ასე მაგალითად ფოთის პორტში ან ბათუმის პორტში თუ გრებავთ, ასე ორ არსებულ პორტში, ხო, რასაც ვაკონტროლებთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ საზღვაო ქვეყანას არ აქვს დიდი ტვირთების მიღების და გატარების დიდი უზარმაზარი პორტი. აი, ანაკლიას რატო ჰქონდა უპრინციპულესი მნიშვნელობა, ალტერნატივა რო არ ჰქონდა. აგრეთვე ანაკლიამდე მიმავალ რკინიგზას, სხვა დამატებით ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენზე გამავალი დერეფანი, უმნიშვნელოვანე შუა დერეფანი, მნიშვნელოვანი კი არის, მაგრამ ჩვენ თლად ფეხს ვერ უწყობთ ამ ყველაფერს. ეს ფაქტია. კარგით, დავანებოთ ეხლა ერთ წუთს ამას თავი და გადავიდეთ იმაზე, რასაც ზანგეზურის დერეფანს არასწორად, იმიტომ რომ აზერბაიჯანული ტოპონიმიკაა და რეალურად კი ტრამპის გზა კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის ქვია, ანუ ტრიპზე, ხო? რაც ეს ტრამპმა მოილაპარაკა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან ამ არასრული ერთი თვის წინ და ეს გზა ზანგეზურისა არ არსებობს მოცემულ ეტაპზე, თუმცა არსებობს თეორიაში, მაკეტის დონეზე ის გასამართია, გასაკეთებელია.
როდესაც ლანგეზურის დერეფანი გაკეთდება, ლაბორატორიით წარმოთქვა, მაგრამ ტრიპი გაკეთდება, მოდი აბრევიატურით ლაბორატორიით მაინც, ის იქნება ერთი ვერსიით ალტერნატივა ჩვენი შუა დერეფანისა. და მეორე ვერსიით იქნება კონკურენტი. იქ ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ინფრასტრუქტურაზე, ისევ და ისევ. ჩვენ ამდენიც არ უნდა ვიზახოთ, რომ საზღვაო ქვეყანა ვართ, თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება მოწყობილი, ხმელეთიდან ვერ მიეწოდება ფოთს ტვირთი, ან რთულად მიეწოდება, ხო? ბუნებრივია, რომ გადამზიდავი არჩევს თუნდაც რთულ ლანდშაფტიან ზანგეზურის დერეფანს, ანუ ტრიპს, ანუ სომხეთზე გატარებას, ასე ვიტყვი. ეს ერთი. მეორე, დამოკიდებული იქნება სისწრაფეზე, დამოკიდებული იქნება ინფრასტრუქტურაზე, დამოკიდებული იქნება ჩვენი საზღვაო, ჩვენს ტარიფებზეც იქნება და მოკიდებული, ანუ რა კონკურენტულ ტარიფებს შევთავაზებთ ტვირთების გადამზიდავებს. სიჩქარეზე და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისითაც საქართველოს სრულიად არაადეკვატურია. აი კატასტროფულ მდგომარეობაში. ახლა სულ სხვა ინფორმაციას გაგიკითხავთ. ამ ინფორმაციას ავრცელებს ასეთი კაცი გიზო ჟვანია, რომელსაც მე ვხვდები არ ვიცნობ, მაგრამ არა აქ ამას მნიშვნელობა. ამ ცნობა ის თავის მხრივ ამბობს ამგვარ რამეს. ამ ცნობას უავრცელებს ბელარუსის რკინიგზაო. ნახეთ, რა საინტერესოა. როგორც მოგეხსენებათ 2025 წლის 12 სექტემბერს პოლონეთმა მთლიანად დაკეტა სარკინიგზო მიმოსვლა ბელარუსთან. ეს ხომ ფაქტია. იცით 21 სახელი დრონის ჩამოვარდნის ამბავი, იცით წვრთნების ამბავი, რომლებიც ტარდება ბელარუსში და ასე შემდეგ. განკარგულება ეკუთვნის პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოქმედებს 12.09.2025-დან 12 სექტემბერს გადაკეტეს. აკრძალვა გადავცელდა სამ საკვანძო სარკინიგზო გადასასვლელზე. კუზნიცაზე, სემიონუკაზე და ესე იგი სემიონუკა სვისლოჩს უკავშირდება, ტერესპოლზე, რომელიც ბრესტს უკავშირდება და ასე შემდეგ. აღნიშნული გადასასვლელები გაივლის ძირითადად ტვირთნაკადი ჩინეთიდან და DSSS ქვეყნებიდან პოლონეთში და შემდეგ ევროპის კავშირის ქვეყნებში. სპეციალურ ბრძანებაში მითითებულია, რომ ყველა მატარებელი ექვემდებარება გაჩერებას და უფლებამოსილი ორგანოების განკარგულებაში გადაცემას, ანუ აღარ მიდის ტვირთი. ჩინური ტვირთი, რომელიც მიდიოდა ევროპაში, ამ გზით აღარ მიდის. კარგად ხსნი? კარგად ხსნი. ორგანოების განკარგულება ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის საკონტეინერო მატარებლები, რომლებიც წარმოგიდგენიათ რამხელა და მართლა კალამს და სამთებელა კი არ არის ჩადებული, ხო? უსერიოზულესი და უძვირესი ტვირთებია. რომლებიც ჩინეთის საკონტეინერო მატარებლები, რომლებიც გაიგზავნა მარშრუტზე ყაზახეთის, რუსეთის და ბელარუსის გავლით, ვერ შეძლებენ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას და შესაბამისად ევროპაში შეღწევას. ამ მატარებლების შესაძლო ვარიანტებია ტვირთების დაბრუნება, ანუ დააბრუნეს ჩინეთში, საავტომობილო ტრანსპორტზე გადატვირთვა, ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართება, მაგალითად შავ ზღვაზე, თურქეთის და თურქეთის გავლით. ეს გამოიწვევს ძალიან მნიშვნელოვან მოცდენებს, ანუ ეს ხა ორი დღით კი არ არის დაკეტილი, სულ დაკეტილია. ესე იგი მოცდენებს, ანუ საცობებს, დამატებით ხარჯებს, გაზრდას ფასით შესაბამისად, ბელარუსის რკინიგზის შეფასებით, საზღვრის დაკეტვის გამო ზარალი იქნება დაახლოებით 500-600-1000 დოლარი დღეში. ეს ქართული ოცნებისთვის კაპიკებია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ეხლა უყურეთ, ტვირთნაკადის გადაადგილების შესაძლო ვარიანტებია და ბატონი გიზო წერს შემდეგს. ტვირთების, ესე იგი, ვარიანტებია ლიეტვის და ლატვიის გავლით მიმართულება შეზღუდულია და მასზე ადრე პოლიტიკური შეზღუდვები გავცილდა, ამიტომ წარმოუდგენელია. უკრაინის გავლით წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ომის პირობებშია ქვეყანა. სამხრეთის მარშრუტი, ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ევროპის კავშირი. ეს უფრო ძვირიჯდება და უფრო რთულია. საჭიროებს გადაცლას საზღვაო ტრანსპორტზე. და ასე შემდეგ და ნუ აი უამრავი ამბავია ახლა აქ. საკონტეინერო მატარებელში საშუალოდ 50-57 ვაგონია, რომლის სიგრძე არის 900 მეტრიც კი ხანდახან, ანუ მთელი ეს ეშელონი არის 900-700 მეტრიანი. ამგვარად თუ საზღვარს დღეში მიადგება თუნდაც 15-20 მატარებელი, ერთ კვირაში დაგროვდება ეგრეთ წოდებული დაგდებული მატარებელი კოდით 02
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შედეგი ბელარუსი დაკარგავს ამდენს და ამდენს. ეს ხომ გავიგეთ. ეხლა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ზრდის, αλλά კიდევ უფრო მეტად აქტუალურებს ეს თვალსაჩინოება, კიდევ უფრო კარგად გვახვედრებს ესით რამდენად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ჩვენთან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც კოცებმა არ გააკეთეს, საერთოდ შუადერეფრის, მათ შორის სახმელეთო ხაზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავიდან ბოლომდე რაც კოცებმა არ გააკეთეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა ესე იგი მაქსიმუმ 2-3 დღეში ბელარუსის სარკინიგზო ქსელში დაიწყება თავისუფალი ლიანდაგების დეფიციტიც კი და უბრალოდ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, უბრალოდ პოლონეთმა გამოიჩინა პოლონეთმა რო გამოიჩინოს სიმტკიცე და არ გახსნას საზღვარი ბელარუსთან, ხო? სწრაფად ვიხილავთ 1000-ობით სანქციაზე უფრო ქმედით შედეგებს, ამას კი რკინი გზელი და კარგი კაცი და ექსპერტი კაცი დათო გოჩავა წერს. კარგად ავხსენით. ემგონი კარგად ავხსენით. ეხლა უყურეთ, აქ კიდევ რა არის მნიშვნელოვანი? საერთოდ ჩვენთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ექსპერტები წერენ, რომ შუა დერეფრის კონტექსტში ხედავენ ჩვენს განვითარებასაც მათ შორის და ამასთან ამბობენ, რომ შუა დერეფანი ვერ გახდება ევროპასა და ჩინეთს შორის სახმელეთო გადაზიდვების მთავარი მაგისტრალი, ამას მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამბობენ. აი დაიკეტა ჩრდილოეთის დერეფანი და დავაკვირდეთ რა მოცულობის წუთებიც ამბობ ამ დერეფანში, რომ შუა დერეფანში. ჩემი აზრით მიზერული გარდა ამისა თურქეთმა თავის ასე შემდეგ, რომ შუა დერეფანი თუ არ იქნება განვითარებული, არაფერი არ გამოვა, თუ ამ მდგომარეობაში დარჩება. ეხლა ხო კარგად ავხსენეთ ეს ყველაფერი. შუა დერეფრის ადეკვატურობაზე და შუა დერეფრის თაობაზე მსოფლიოში და სხვადასხვა ინსტიტუციაში მსჯელობენ ძალიან ხშირად. მართლაც აი ამ დაძაბულობის ფონზე ძალიან საინტერესოა ცენტრალური აზიის ხუთივე, აგრეთვე ჩინური და თუ გნებავთ ესე ვიტყვი ინდოეთის წერწუს წარმოვიდგინოთ, რომ მას არ გადააქვს ოკეანეების, ზღვების გავლით, ოკეანის გავლით, ტვირთები და გარკვეული ტვირთების რაოდენობა მოაქვს ჩვენსკენ, ანუ შუა ანუ ევროპისაკენ სახმელეთო სარკინიგზო გზით. ხო? შუა დერეფანს ალტერნატივა არ აქვს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ საქართველო არის დემოკრატიული. შუა დერეფანს შუა დერეფრის საქართველოს ნაწილს, ანუ არა ტრიპის ნაწილს, არამედ საქართველოს ნაწილს. იმიტომ რომ საქართველო თავის მხრივ არის საზღვაო ქვეყანა, რომელშიც უნდა იყოს უმძლავრესი პორტი. ანაკლიის სახით, ანუ ფოთი ამ ყველაფერს ვერ მოერევა და უნდა იყოს დემოკრატია, რომ დაცული იყოს დემოკრატიის პირობებში ტვირთები და ევროპისათვის საინტერესო იყოს საქართველოსთან როგორც სივრცესთან, როგორც ქვეყანასთან ურთიერთობა. თუ საქართველოში არ არის დემოკრატია, შესაბამისად არავინ, რაც რა უნდა მოაყენონ ცენტრალური აზიის ტვირთები, არავინ საქართველოსთან არ თანამშრომლობს. ამასთან კიდევ ერთხელ ვიტყვით. ირანზე გამავალი სამხრეთის დერეფანი პრაქტიკულად ქმედ უნაროა და რუსეთზე გამავალი ჩრდილოეთის დერეფანი ქმედ უნარიანი კი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სანქციები არ იარსებებდა, მაგრამ სანქციები არსებობს და ეს ამ სანქციების მოხდას არც არავინ აპირებს. ახლა მე მაქვს კითხვა, შუა დერეფანი რომ გაძლიერდეს ჩვენი მიმართულებითაც, რას აკეთებს დე-ფაქტო მთავრობა ამასთან დაკავშირებით? ვინ მიდის და ვინ მოდის? ვინ ესწრება ამა თუ იმ საერთაშორისო კონფერენციას, ელაპარაკება ამერიკელებს, ვაშინგტონს, ელაპარაკება ბრიუსელს და ასე შემდეგ. წერილი, რომელიც გამოაგზავნა რუბიუმ და რომელიც ივანიშვილმა არ მიიღო, ამ წერილში მათ შორის საუბარი იყო შუა დერეფრის საქართველოს მონაკვეთის გაძლიერების აუცილებლობაზე, ანაკლიის პორტის აშენების, არაჩინელების აშენების, ან არაჩინელების მხრიდან აშენების აუცილებლობაზეც კი ოღონდ ივანიშვილმა არ წაშალა, არ წაიკითხა. მე გავიცანი სრულად შემთხვევით მაკა ბოჭორიშვილის, ნახოთ და გაჩვენებთ, მაკა ბოჭორიშვილის რაც შეიძლება იყოს, როგორ გონიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ გვერდზეა, ნახავთ ახლა. არა, ამ გვერდზე არ არის, სადღაც სხვაგან არის. ამ გვერდზეა უკაცრავად. მაკა ბოჭორიშვილი 19 საათის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრო ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკობდეს შუა დერეფანზე, ნაცვლად იმისა, რომ ლაპარაკობდეს საქართველოს მისიის გაძლიერება, ფუნქციის გაძლიერებაზე. ნაცვლად იმისა, რომ ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს, კარგი არ იღებენ ამ ვაშინგტონში და ბრიუსელში, მაგრამ მაგალითად ანკარასთან. აი, თია დაკავებული მაკა ბოჭორიშვილი. გავხსნათ ფოტოები. რთველი, კიდევ რთველი, საწნახელთან,
საწნახელში ურძენი ეს დადგმული კადრები სოფლის მეურნეობის თუ მინისტრთან თუ არ ვწდები და კიდე სხვებთან ერთად და იმ ქვეყნების ელჩებთან ერთად ნახეთ როგორი ფოტოა ხეთ ხო ესეთი დადგმული ფოტოა იმ ქვეყნების ელჩებთან ერთად რომლებიც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას არ აკრიტიკებენ არაფერზე ანუ ასე უნდა ვთქვა ამ აპატიეთ ხო არა მეორე ხარისხოვანი ქვეყნები არა ევროკავშირის და არა შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები დგას პირობითად ბურკინა-ფასოს ელჩთან ერთად ბურკინა-ფასოს არ ეყოლება ჩვენთან საელჩო ამიტომ ბედავ და ვასახელებ და საწნახელში ფეხები აქვს ჩატყალაპუნებული მაკაბოჭორიშვილს არა და ეხლა კიდევ ერთი ამბავი შევიდეთ კიდევ ერთი პატიოსანი კაცის გიორგი ლაბაძის Facebook გვერდზე გიორგი ლაბაძისა რომელსაც ეს რა ქვია ამას ავატარის ფოტო ხო თუ არ ვწდები აქვს ილია ჭავჭავაძის ფოტო დავადაროთ მაკაბოჭორიშვილს ხო აქვს თავისი გვერდი საგარეოსი კი არა მაკა შენ ფრენდი არის არ არის გუნებრივია მაგრამ მაინც მაკაბოჭორიშვილი ეს არის სამწუხაროდ ვერ ნახულობ მაკაბოჭორიშვილი მაკაბოჭორიშვილს აქვს თავისი საგარეო საქმეთა სამინისტრო როგორც ევროკავშირის დროშა აბსოლუტურად ისე რომ დაგვანახოს რომ ვითომ ევროკავშირისაკენ არის საქართველო ამიტომ აქ გამოფენილი დაუბრუნდეთ გიორგი ლაბაძეს და ვნახოთ გიორგი ლაბაძეს ილია ჭავჭავაძის ფოტოთი გიორგი ლაბაძე წერს შემდეგ რამეს ამ 2 საათის წინ ოქტომბერში ვაშინგტონში ტარდება შავი ზღვისა და შუა დერეფნის ფორუმები რომლებზეც საქართველოსთან მიწვეულია ვართ ანუ ისიც არის მიწვეული 3 ადამიანი რომელთაგან ერთ-ერთი პოლიტიკურ პატიმრობაშია მე გაგიმხელთ ვინ იყო მიწვეული თუ ამ გვაშაძეზეა ლაპარაკი და არა გრიგოლ ვაშაძეზე მიწვეული არის ან გიორგი ვაშაძე პოლიტპატიმარი ან გრიგოლ ვაშაძე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დავადასტურებ გიორგის ლაბაზის ამ შემთხვევაში მოსაზრებას რომ ერთ-ერთი პოლიტიკურ პატიმრობაშია გვაშაძე შესაძლოა არის სწორედაც რომ გრიგოლი და არა გიორგი რომელიც პატიმრობაში ფორუმებს და ეხლა მე გაგიმხელთ გიორგის ამას წერს მაგრამ მე გაგიმხელთ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას ესე იგი გავიმეოროთ რომ ეს არის შუა კორიდორი შუა დერეფნის ფორუმი ფორუმებს დაესწრებიან აზერბაიჯანის თურქეთის სომხეთის რუმინეთის უკრაინის ანუ წარმოიდგინეთ შავი ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყანაა რუმინეთი უკრაინა თურქეთი ასევე აზერბაიჯანის სომხეთი და სხვა ქვეყნების ოფიციალური პირები და ორგანიზაციებიც კოცების პირობებში ჩვენ შეიძლება დავჭეთ რეგიონის მთავარ საკითხზე ხმის ამოღების გარეშე ამიტომ რომ გიორგი ლაბაძე კიდევ ერთი პირი რომელიც გვარის ვიცი მაგრამ არ აქვს ხამას მნიშვნელობა და ვაშაძე გვაშაძეს მაგალითად ალბათობით მაინც გრიგოლი ესწრებიან ამ ფორუმს შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში და ასე შემდეგ ეხლა მე გეტყვით რომ საქართველოსთან მიწვეული იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მაგრამ მაკაბოჭორიშვილი რომელიც თველში აჭყლოპინებს საწნახელში ფეხებს მაკაბოჭორიშვილმა არავინ არ გაუშვა ინფრასტრუქტურას არ აკეთებენ რკინიგზას არ აკეთებენ ანაკლიის პორტი ჩააგდეს მე ვითომ ჩინელებს მისცეს მე ეგეც ვერ ხორციელდება ამ ყველაფერს აკეთებენ საგზაო ინფრასტრუქტურას არ აკეთებენ რკინიგზის ინფრასტრუქტურას არ აკეთებენ ეს გავიგე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არ ზრუნავენ როგორ გადმოიტანონ ტვირთების გარკვეული ნაწილი არსებულ შუა დერეფანში და ასე შემდეგ და ამავდროულად ლაპარაკობენ იმას რომ აი შუა დერეფანი რა ესე გამავალი ქვეყანა რაღაცი ვართ ჩვენ ალტერნატივა არ აქვს როგორც ეს ალტერნატივა ან კონკურენტი ზანგეზურის ანუ ტრიპის სახით ერთგვარად უკვე შექმნილია ეხლა მე გეკითხებით სად არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესები რატომ არ მიბრძანდება მაკაბოჭორიშვილი ნაცვლად ყვარელისა თუ თელავისა თუ ლაგოდეხისა კახეთისა სადაც არის თველში ფეხებს რომ აჭყლოპინებს სწორი სიტყვა ატყაპუნებს თუ გქონდეთ ესე ვთქვათ ფეხუცებს საწნახელში რატომ არ არის ესოდენ მნიშვნელოვან ფორუმებზე რატომ არ ესწრება ის მეორე ფორუმს რომელსაც ქვია შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე არსებული ფორუმი შავი ზღვის ფორუმი მოდი ესე ვიტყვი ისიც ვაშინგტონში ტარდება ისიც ოქტომბერში ის არ მიდის რატო არ მიდის მისი მოადგილე რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ელჩი ტალიაშვილი ქალბატონი ტალიაშვილი ესწრება კი ის ხო ვაშინგტონშია მას ხო ვიზა არ სჭირდება აი ამ ორ ფორუმს ესწრება თუ არა ქალბატონი ტალიაშვილი
სად იყიდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესები? იყიდება იქ, სადაც თორნიკე რიჟვაძემ ფული მოიპარა. იყიდება იქ, სადაც რომეო მიქაუტაძემ ფული მოიპარა. იყიდება იქ, სადაც კალაძემ მაღალი ალბათობით ფული მოიპარა. იყიდება იქ, სადაც ბურჭულაძემ მოიპარა ფული. იყიდება იქ, სადაც რის გამოც თუ საიდანაც შემოვიდა ქვეყანაში 666 მილიონი დოლარი შავი ფული, რომელსაც ღმერთმა უწყის რა დაფინანსდა და რომელიც ღმერთმა უწყის რა არის გამო გადაუხადეს ვინმე კოტორაშვილს კი არა, კოტორაშვილის ზურგს უკან დგომებს. იყიდება იქ, რომ ცალკეული პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც აღარ არიან ბიზინა ივანიშვილთან, ისინი უკვე არიან ხილებულნი კორუფციაში, ან ბრალდადებულნი, ან ბრალდასადებლი. იყიდება იქ, რომ ვინც ივანიშვილთან არ არის, ანუ თევზის თავთან არ არის, ის განდევნილი არა და თევზი რეალურად თავიდან ყარს ყოველთვის, ანუ ბიზინა ივანიშვილიდან ყარს რაღაცა ყარს დანიის სამეფოში, რაღაცა ყარს ბიზინა ივანიშვილის სამეფოში. ხა ჰამლეტთან კი არ წავედი მაინც და შექსპირის პერიფრაზი კი არ გავაკეთე, მაგრამ მაინც იყიდება იქ, რომ არც ერთ საერთაშორისო დონეზე, არც ოფიციალურზე, არც ნახევრად ოფიციალურზე, არც think tank დონეზე და ასე შემდეგ არა ვართ ჩვენ და იყიდება იქ, რომ პაპუაშვილი გამოდის და ლაპარაკობს ღმერთმა უწყის ვის პედერასტიაზე საბოლოო ჯამში, ვის ჰომოსექსუალიზმზე და ვისი ოჯახების დაცვაზე. თუ ოჯახები დასაცავი გაქვთ, სხვა რომ არაფერი ვილაპარაკო, არის სწორედ ქართული ოცნების ბანდიტთა ოჯახები სიწმინდე დასაცავი. თლად გულახდილები რომ ვიყოთ, ბოდიში, ჩემ მეუღლეს მივწერ ერთ რამეს ახლა, ის გამახსენებს მოწერითვე, გვერდზეა ახლა და ბოდიში, ანდა ისა მომწერე თუ არ შეწუხდები, ინგა რა სიტყვას ხმარობს ისა, ეწუს გწერ ბოდიში. ეხა მომწერს ბროკ მე არ მინდო ხმით გავაგონო მას, ან თქვენ გაგაგონოთ უბრალოდ რა მიმოწერა მაქვს, აი ჩემგან ხელ მარჯვნივ. ყოფ ხო, და კიდე რა სიტყვა გამახსენე რა. ხო. ხო და პაპუაშვილზე ლაპარაკობდი და პაპუაშვილზე და ისა მე მათგან კომპლექსებაზე აღარ მინდა გემდარები მათგან კომპლექსებაზე და განკომპლექსებაზე და ოჯახის სისმინდეზე და რაღაცებზე კი გადაგვდეს მაშინ ხალხნო, როდესაც ესოდეთ მნიშვნელოვანი ამბები ხდება მსოფლიოში, რაც შეეხება იმას, რატომ მეცინება, ნახე ახლა უბრალოდ ავტორს არ დავასახელებ თქვენის ნებართვით, ერთი ცნობილი პირის ვიდეო, მეორე ვიცით მე და ჩემმა მეუღლემ, რომელშიც ეს ცნობილი პირი, მაღალი ალბათობით სწორედ ქართული ოცნების წარმომადგენელს მიმართავს ასე. მოდი ფოთოლს აღარდა. ჩემო ფოთოლო, მოდი ფოთოლს აღარ დაგიძახებ, ოღონდ მოდი. ეს ცნობილი პირი მამაკაცია და ვისაც მიმართავს, არც ის არის არა მამაკაცი. ვისაც მიმართავს მაღალი ალბათობით, თორე საბოლოო ჯამში მაგათი ლოგინის ამბები ან რა ვიცი, ან რაში მაინტერესებს. ნახვამდის.